ეხლა რაც შეეხება მესიჯის დაალაგებას, როგორ დაალაგეს, მაგალითად, მესიჯი 2022 წელს, რასაც ბატონი მამუკა საუბრობდა. ყოფილი სახალხო დამცველი, ქალბატონი ნინო ლომჯარი. დგება რუსთაველის გამზირზე და პერიფრას მოახდენ მის სიტყვებისას, რომ მე მირჩევნია ბომბების წვიმა ცვიოდეს იმ სირცხვილს, რასაც ახლა განვისტით. თელიერიო. და რა იყო ეს სირცხვილი? თურმე ქალბატონი ნინო ლომჯარია, რომელიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ამ PR კამპანიისა, სირცხვილით იწვოდა და ერჩინა რომ ბომბები წამოსულიყო. აბა ერთი კითხვა დანარჩენ მოსახლეობა 3.700.000 საქართველოს მოქალაქეს ბომბების წვიმა რუსთაველზე ურჩევნია თუ არ ურჩევნია და სირცხვილის ნობა რაში უნდა ყოფილიყო? იმიტომ რომ ჩარტერული რეისით მთავრობამ არ დაუშვა კონკრეტული მოხალისეების ბრწყალებში გაგზავნა ერთი, მეორე არ დაუშვა რომ სანქციებს მიერთებოდა ჩვენი ქვეყანა და პირიქით სანქციები დაეწესებინა და მესამე რომ ჩვენ თურმე საქართველომ არ გადავეცით სამხედრო აღჭურვილობა, იქნებოდა ეს ჯავშან ტექნიკა თუ ნებისმიერი სხვა ომში გამოსაყენებელი აღჭურვილობა უკრაინას. აი ახლა მარტივი კითხვა დავსვათ. თუ ქვეყანა და ის ქვეყანა, რომლის 20%-იც არის ოკუპირებული ოკუპანტის მხრიდან, სხვა ქვეყანას აწვდის იარაღს, თავისი გადაწყვეტილებით და თანხმობით აგზავნის ჯარისკაცებს ომში. აწესებს ეკონომიკურ სანქციებს და ეს ჩვეულებრივი სანქცია და განცხადება კი არ არის. ეს არის სახელმწიფოს მიერ გამოხატული უმაღლეს დონეზე პოლიტიკური აქტი. ეს ქმნის თუ არა ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმას.